მოგესალმებით მეგობრებო. წლის პირველი პოდკასტ გასვლა გვაქვს. საკმაოდ ხმაურიანი და საინტერესო და ცოტა საშიში და ცოტა პირველი ექსპედიცია არის მე მგონი რომელიც თოვლში ავა იქ სადაც ჩვენ ავდივართ კავკასიონის ზე. არც მეტი, არც ნაკლები. მაგრამ ეხლა რატო ვარ მარტო? შეკრება იყო დილის 7 საათზე. ეხლა უკვე 9 დაიწყო და ველოდებით ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს დანკას რომ სად არის? დანკა არ არის, რა ვიცი, არ არის. თან როგორი იქნება ისიც დანკა, აირო შემოვა, ვერ მიხლებით რომ დანკა რაღაც სხვა მანქანით მოდის, ჯამპ პიროგი კეთია, საბინი 9-2 და რამე. და რომობა მე კიდე გეტყვით, საიდან მოვიდა ეს იდეა და საერთოდ თეთრი ბილეთები მანქანაში გვიდევს. რომ დაჯდები გადაიღებენ. გამარჯობა მეგობრებო, ძალიან დიდი ხნის მერე დაგიბრუნდით, ძალიან მიხარია. ეხლა არის დილის 8 საათი, რა თქმა უნდა გავიღვიძე 5 საათზე, მაგრამ მაინც დავაგვიანე. და სამწუხარო და ცოტა კაი საინტერესო რეალობის წინაშე უნდა დაგაყენოთ. გრინჩი არის ექიმთან, ძალიან დიდი ხანია, ელექტროობაზე გოდერძის მერე დაერხა. შესაბამისად ვართ დღეს გასატესტად ირაკლის 392-ის. რომელსაც ესე აფრენს ყველა, მე ვერაფრით ვერ გავიგე გრინჩზე კაი რითი შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ კაი. უბრალოდ არის 37-იანი საბურავით, ანუ უფრო პატარა არის. თან გავწესდავთ და თან გავერთობით და ნახავთ ერთი რა შეუულია. და კიდე რაც არის მნიშვნელოვანი. ჩემი შტურმანი არის ირაკლი, რომელიც ოფროუდზე არის სულ 2-ჯერ ან 3-ჯერ ნამყოფი, ამიტომ ღმერთმა დაგვიფაროს ყველა. ან არ ვიცი, შეიძლება ძალიან მაგარიც იყოს. ნახოთ. რას იმედია ჭისმის შემიხმა მივემართებით კავკასიონზე. მარშრუტი ჩვენ არ ვიცით, ფაქტიურად ბრმად მივყვებით. იმედია საინტერესო მოგზაურობა გველოდება წინ. და საბოლოო ჯამში უსაფრთხო. ჩემი თვალი ჩალურჯებული არის სამწუხაროდ. იმიტომ რომ ნანკა პერიოდულად მცემს ხოლმე. რთული ხასიათი აქვს ძალიან რა, არ გაგვიკვირდება, ვიცით. პერიოდულად შემომარტყავს ხოლმე რა. ვადარებ ხა გრინჩს, რა თქმა უნდა, მანქანას. კარგი ის არის, რომ როდესაც გინდა რომ გახვიდე გადასწრებაზე და ეს არის შესაძლებელი ამ მანქანით. ეს არის ძალიან კარგი. ჩემსას იმის მიუხედავად რომ გამაძლიერებელი ჩიპი უყენია, მაინც აი ესე დადის. ყველაზე მეტად მაინტერესებს დაბრკოლების გადალახვისას გაწევის ძალა რამდენს შვება რა. ხო და წარმატებები უსურვოთ ირაკლის, იმიტომ რომ შტურმანობა უწევს. თან ჩემთვის ყველაზე საშიში, საერთოდ აი ყველა ოფროუდერს ალბათ აქვს თავისი არასაყვარელი რაღაც ტრეკის ნაწილი. აი მაგალითად ვამბობ, ვიღაცას არ უყვარს დაყირავება, ბული რო არის მანქანა, ვიღაცას არ უყვარს აღმართი, ვიღაცას დაღმართი, ვიღაცას წყალი და მე ვერ ვიტან აღმართს. და იქ არის სულ აღმართები. ნებისმიერი სახის დაბრკოლება იქნება გადალახული, მაგისი პრობლემა არ არის. გამოცდილი შტურმანი არ ვარ, მაგრამ გამოცდილი მეგზური ვარ და კაცილებით უარესები გვაქვს გადალახული. მათ შორის ადამიანებზეც და მეტაფორულად საუბრობ. ეს ბიჭი მე მგონი YouTube-ში შეგვიცვლის კონტენტს, იმიტომ რომ გულახდილი საუბრებიც გვექნება, სადაც სერიოზული გამოწვევები და დუელები ელით ადამიანებს. და იქნებ რამენაირად ენას კბილი დავაჭიროთ რაღაცეებში. თუ კარა, ილაპარაკოს. ამოუჭრე. მე თუ კამერას მაჭერინებ ხელში და მიკროფონს, ანუ მიმიშვით მაშინ რა და მალაპარაკეთ ის რაც მოედინება რა. გამარჯობა, თქვენ რომელი გნებავთ? კაი.
კაი. საუკეთესო. გუდა თუ გუდა? გუდა. გუდის გუდა. მე მეგონა გუდა გინდოდათ. ეს მაქვს 78 ლარიანი. თავის ეს ფასში. ცოტა ისა გამიფუჭდა 50-ში შემიძლია. ყველი და პური იყო და კაი გოგოა ძალიან. შოთიპურს ჭამთ, ხო? შოთიპურს ყიდულობთ. იცი რა მითხარი, კავკასიონზე ავდივართ? არა, კავკასიონთან? კავკასიონზე სადამდე წავალთ. კავკასიონი მოვდივართ. ეგ რა უნდა იყოს? მოვლენები ისე ვითარდება, რომ აქეთ თვალის ჩაურჯებული ხდება. მოვდივარ. ახოსებიჩებს ხარ მიიწევთ. არა, დიდი მოგება. რადიოში ყოლი როგორ უნდა ჭამოთ? არ მოგაკ? კი, და წამოიღო და შემინახე. შემინახე. გემრიელი რა. აი გამ გზაზე როგორ შეიძლება გამოიარო? ეს კახური ლამაზი სენდვიჩები ესეთი. არ გარყა. აი გოგის ყველი, აი შოთი. და ეგ არის რა. კახური გზა, კახური გუდის ყველი, დედასპური, კახური კავკასიონი. მენია უკანა გზაზე შევჭამთ ხო? დავედი, მოდი დაიგინდება კავკასიონი. კოლოდას არ ჩამოვრჩე. მართლა არ ვიცი სად მივდივართ და რა ვშევით. მე სადაც არ ვარ ნამყოფი, წინასწარ ვერაფერს ვერ უწყე და ცოტა სპექტიკულია. მაინც პირველად რომ მივდივარ, ცოტა ნერვიულობ. ნახოთ რა. ავალ თავი. კახეთი ჩემი მხარეა და წესით კარგი იქნება. ნიშნავანი ფაქტი ის არის, რომ 1 მეტრზე არის დრო არის დათოვლილი და არის აღმართი სულ. შესაბამისად არის გასაკვალი. და აი ვაიდა. ხო, და მოსაბრუნებელი არ არის რა, მოსატრიალებელი. არის ვიწრო ბილიკი. შესაბამისად მოგვიწევს უკუსვლით სიარული, ვაიდა და ღმერთმა დაგვიფაროს ეგ რამე მოხდეს. ვინმე თუ ზემოთ გაიჭედა ჩვენიანი ვთქვათ გაკვალვისვას ან ასე შემდეგ. და აი ზუსტად ეგ არის, ანუ წარმოიდგინეთ ჩემს ყველაზე დიდ შიშს ვეჯახები ხარ რა. შენთან ერთად. და დავეჯახოთ შიშებს და გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. ძალიან საინტერესო დაშტამპული სიტყვებია. უნდებით ახალ ფორმატში. უფრო ვიზუალურად უფრო ესთეტიურად გამოვიყურები. просто გამოუძინებელი ვარ და არ არის ასილობად. ტრესტილიც საწოლები დაპირებს და გამოსვლას და აი გიფიცებით просто სადმე შასეზე უნდა დაგეტოვებინა და პაპუტკით წამოსული ხო ისეთ ვიცი როგორი საწოლები აშენი თუ აკონი აი მე მარტირა დამწინანი აი სიცილს არ ავიღო ზეზე ეგრე აღარ მაქვს. ანუ ჯერჯერობით ხედავ ამ თვალით რა დავინახავ რა. უსმენთ ერეკლიდეის ადის ახალ სიმღერას, რომელზეც ნანკას აქვს. შეიძლება არ დევს, მაგრამ იმედია დევს და თუ დევს ხალხო მე და ერეკლის ძალიან გვყარს უკვე რა. ერეკლე ძალიან მიყვარს შენი ნიჭის გამო. რამდენს გიჩვენებთ ტემპერატურას თქვენი მანქანები? 10 გრადუსი წესზე. ოკეი. რაღაცა -11-ში მგონია რომ მივდივართ აშკარად. უთავლო კავკასიონი უნდა განახოთ. ცის დათომ საოცარი ტრეკები.
საოცარი ადგილები, საიდან ჩიჩქრით საერთოდ აზია რა ვარ. ხო და ისა რა ქვია, იმედია დღეს არ დავიკარგებით, ხო? ერთი გზა არის, თუ ავიდით, ავალთ, თუ არა და უბრუნდებით, უკან სხვაგან წავიდეთ, რა, ვნახოთ რა იქნება. ატაიძახი, ვერ გავაქცინო. სოფავის ხალხი. აი ეგეთი ნარცისი მართლა არავინ არ მინახია, მარტო თავის თავს უღებს და როცა არ იღებს კამერა მაინც სახესთან აქ მიშვერილი და უყურებს თავის თავს. ეგეთი რამე ვაფშე არ მინახია, მართლა გეუბნები და ეხა მითანხმებდი რომ ეს რაკურსი გოჯობია. იმიტომ რომ აქეთ ხარის მიჭიროს და თვალი მაქვს ჩალ. არა, სუპერ ნარცისია, მართლა გეუბნებით. ეხა და უკვე სპონსორებს დაუწყო ლაპარაკი დამასპონსორეთ. იუთუბერო. მაგარია. საკვებმა ობიექტებმა დამასპონსორეთ, თო ის კი არა რომ დაგვასპონსორეთ. დამასპონსორეთო. ეხა აღმოჩნდა რომ არ გვიშვებენ საზღვარზე. ხო და გავიკითხე ხა მე რატო არ გვიშვებენ და აღმოჩნდა რომ გუშინ გარემოს დაცვას გადაუფრენია ვერტმფრენები და არ ვიცი რანაირად გაზომეს თოვლი. ხო და მეტრანახევრიანი თოვლიაო და სასტიკი გაფრთხილება არის რომ აი ამ თას რომელიც არის ეხლა ამჟამად მშრალად რო გამოიყურება ამ თას როგორც კი გადაცდებითო იწყებაო მეტრანახევრიანი ნამქერებიო თოვლიო და ნამქერები ალბათ უფრო მეტიც იქნება. და სასტიკად აკრძალულიაო. გვაქვს მეორე ვარიანტი ხალხო, ჩვენი სიაქარ წამოსულვართ. მშია. და სადაც მაჭვევთ წამოვალ. ეს ერთი, მე მეორე. ხაშმი გომბორით შეგვილია. 35 მეტრზე ყავს რანგლერი უკან. აუხ მე ხო იმაზე ვარ რა. შენ გაივლი, შენ 3.9-ზე ხარ ბოდიში. და ფეხი ზომა გაქვს 58. რეალური ზომა თქვა მიგეთქვათ. ამ შორის არ აბაზრებს ხალხო და შეგიძლიათ გაუგზავნოთ საჩუქრად 58 ზომა ბოტასები. ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ვენდობი. პატივისცემა პანკის. ან მაინც ხაჭაპური უნდა ხრა უყო. ხაჭაპური ურჩევნია מחვალა ჩანჩქერს. ის ჩანჩქერია. ხ არა, ხ. מחბალა. ფი არის ასასვლელი კარგი გზაზე და იქ ავიდეთ რა. დათო. მაბრაზებენ. ვერ გავიგე სად მივდივარ და ანუ מחვალაც გაიმაზა. პანკიზიც გაიმაზა. მე არ მინდა, მეც ხაჭაპური მინდა ვსო. ჭეშმარიტება იმალება ხაჭაპურში. ხაჭაპურო, მოვდივარ. ბიჭო, დააჯერეთ ხა. ბოდიში ქმარი მეწახის. გადავედით გეგმა ბეზე. გეგმა ბე რა. სად მივდივარ? ტრასიდან აი წვათ შევწოთ. ჰელიკოპტერის ადგილას. დამბოდი შენ. მოვაწყოთო. არა. შვიდი კვირა დღეო. მოიცა პასუხი. არ არსებობს, კაცო, არ დავნებდიო. დაქოქე მიდიად. ვერ გამოგვეკიდებიან. პასუხი მაინც დაგვა. გონი შენი გეგმა უნდა აღასრულო და აუშვა დრონი და დრონში ჩაგვაჭრე. ახვიდე შენ მაინც მაღლა. დრონსაც აკეთებ. ჩავდივარ წყალში, აი ხა აი 2 წუთით გეტყვით. მარტო ანუ შემოეტრიალე კამერა, ირაკალი, ეგეთი ნარცისობა ვაფშე არ ვინახეო, მიდი მოკავი ემოციები. ჩავედით. გავიარეთ თითქმის, აი პატარა გავრეცხეთ მანქანა, წერა ტალახებში ვიარეთ, ეხლა გავრეცხეთ მანქანა და მაგარი იყო რა. მედია თქვენც ისე მოვიდეთ.
შეხედეთ როგორი ბუნება არის. შეხედეთ როგორი ბუნება არის. ბუნებაზე უნდა გაატრიალო. ეგრე შეგვიძლია. ისე უფრო ორიგინალური. სად არის აბა? ოპა, აი აი, ცისარტყელო. ხედავთ მეგობრებო ცისარტყელას. მიზუმე. აი. ნახე რა მაგრამ მიზუმა. აი ეხა გამოატრიალეთ, ორე აღარ ჩამორთ. მოვენატრეთ ხალხს. და დაგიბრუნდით ისევ მე და ირაკლი. კი. კახურის სისარტყელა. მოდი ჩაწერე ეს, ჩაწერე. რა არის კახურის სისარტყელა? აი გახედეთ. მიიხედე. ეს ყოფილა კახურის სისარტყელა. კახურის სისარტყელა. მასშავე. ხო, ეხა მაგას გეტყვი, всё, წავიდა. ეო შენი ოპერატორი. მიდი დაიწყე, ჰა. აი მოვიდნენ ჩვენი მეგობრები. გაშავება დაიწყო. შენი გაშავება დაიწყო? აი ეგ როგორ გაგიგე. ასია. იწყება ტალახი. აღარ კონტენტს ფაქტიურად რა. რა? აღარ ქმნი კონტენტს. რა არის? ეს არის ამხელა ტალახი? კი. ეხა იცით რა არის? ნელ-ნელა ვიწყებთ გართობას. მაგრამ ამასობაში რომელიც საათია? ნერვიულად თქვენ პატარა საბურავებით ახაც მე გავყვალავ გზას და მე თქვენს გამოივიდით. ხო. და მეც მაგისთვის ვარ აქ რო გაგართოთ მეგობრებო. არა, გალი და ფეხი აიღო. ეოე მანქანა წამოდით უკვე. არა 392-ის. აი ეს მარტივად სიჩქარის აღება არის, აი სუპერ მომხიბლი. არაფერი არის შეიძლება გამოივიდით. აბა დაჯექ. დაჯექ. ავდივარ ციცაბო აღმართებზე. რთული გზა არ არის. ჯერჯერობით, მაგრამ დაგვირდნენ რომ იქნება თოვლი. და გითხრეს რომ სწრაფად თუ არ ვიარეთ, შეიძლება დაგვაღამდეს. და დაღამება არ არის კარგი იდეა. ეხლა ხემ შეგვიქმნა პრობლემა და ვფიქრობთ რა ვუყოთ, რა ვუქნათ. ფრომიროა სერიალი, ნუ ვის გაქვნა? მოგცაირა კამერა? ჰა, გეცნობა? გეცნობა? მაგას დაინახა უკვე. ამას თუ გადავწდი ვეღარ დავბრუნდი. ავედი ხარჯი. აქ ჩავდეთ ამას რო. კიდე არის თან. გამოჩნდა პირველი თოვლი. მიუახლოვდით წვერვალს და ეხლა იწყება საინტერესო ტრეკი. გზა. მე დანაკა ინგლისურ სიტყვებს არ ხმარობთ. ხო, და იქ ძალიან უყვარს YouTube-ის მაყურებელს. კი. რა ინგლისურად არ მეტყველა. ესეთი მრავალფეროვანი ენა და რატო სხვა ენა? კი. აღრთოვანებული ვარ ნანკას არების უნარით და საჭის მართვის შესაძლებლობებით. ყველაფერი იცის რა. როდის უნდა გაჩერდეს, როდის გაზი უნდა მიცეს, როდის ჩამორჩეს სხვა მანქანას, როდის გაასწროს, თოლში როგორ მოიქცეს.
გაუკეთე კარი და მიზო. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ მივმყოფებით უკვე სხვა ადგილას და იქიდან გამომდინარე რომ კამერა ჩვენმა პატომ წაგვართვა ცოტა ხნით, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გზა გავკვალოთ 37-იანი საბურავებით. ყველა დანარჩენი ერთის გარდა იყო 40-იანი საბურავები და ჩვენ დავამტკიცეთ რომ შესაძლებელია ამ გზის გადალახვა და წინა ხაზში დგომა თუ კარგი პილოტი გყავს და კარგი შტურმანი. ხო და მინდა სიტყვა გადავულოცო ბატონ ზუკას, იმიტომ რომ ბატონი ზუკა არის დიდებული შტურმანი. ხო, და ეხლა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ჩვენ გავტესტეს 392 და კი ის ნამდვილი მოზვერია. დიახ, ეს ასე. მოზვერი არა, მონსტრი. გამარჯობა მეგობრებო. კანიბალი. ჩვენ ამოვედით ამ მოზვერით. სადა მოვედით თქვი? მეგობრებო, ეხლა ცოტა პატარა ესეთი რაღაცა ხეცხვარ დავანახოთ სამპარელურად. სადა მოვედით? კი, მიდი თან დაატყიე. კი, შენ მანამდე დაალაგე და ამოვედით, ესე იგი, ესეთი ბარიკადი შექმნა. გზაში ეს ხე უნდა მოიჭრას იმისათვის რომ გავიდეთ. ჩვენ ისე რა შეგვიძლია, იცი, ვქნა ჯალამბარი ჩავობათ და მოუკაჩოთ. ჯალამბარი ჩავობათ. ხო და მოდით ბატონებო, ეხლა არ გიხსნით რა ხდება. პატარა ეხლა ოფროუდერებს არ ეხება ეს ვინც ოფროუდი არის ის იმათ აუხსნი რა. ესეთ ადგილებში დიდად საბურავი ზომას არ აქვს მნიშვნელობა რა. ეხლა რა თქმა უნდა ეხლა 32-ები რო გეყენოს შეიძლება ვერიარო, მაგრამ როცა მიდიხარ აღმართზე უნდა გაჭრა რა და როცა ხვდები რომ ჩერდება, უნდა გასაუშო ფეხი და დაზადნო რა. ეხლა ოფროუდერებს არ ვასწავლი ჭკუას, რაღაცები არ დაწეროთ. ეს ეხება იმ ხალხს, ვინც არ იცის საერთოდ ოფროუდთან შეხება არ ქონიათ. ნენელა ესე ჭრა რაღაცა გაზი, ტორმუზი, წინ უკან ზადნი რაღაცა და ამოხვალ რა. ჩვენი მეგობრები სად არიან? ჩვენი მეგობრები ფაქტია რომ ვერ ამოდიან. ნანკა გეტყვით. ფაქტია რომ ვერ ამოდიან. ფაქტია რომ 40-ებზე არ ყოფილა აქ საქმე რა. ხო, ეგრე აღმოჩნდა. ნახეთ რა რულია იმინა. კი, აქ არის თავიდან ბოლომდე ნანკას დამსახურება რომ ჩვენ გამოვედით. არა, ეს ჩვენი სამი ნანკა გვასწავლე ახალი ტაქტიკა ჩვენც გაგვიზიარე, რომელიც დღეს დაამუღამე. ახალი ტაქტიკა რა არის? ალბათ გახსოვ ვართ რაჭაში ოფროუდ შეჯიბზე ვიყავი და თიმ ყიღურა რო გვეწერა რა. ეგენი ვართ ჩვენ რა. ესე გავიქაცეთ რომ დღეს ესე ყიღურა უკვე დღეს რაღაცა დღეს არიან გვარი თიმი. დღეს არიან გვარი თიმი. ირავდება მეგობრებო, რანგლერი თავის ორი შტურმანით. ახალი ტაქტიკა. ახალი ტაქტიკა ის არის რომ პირდაპირ მესამე სიჩქარით არა ეს გამოჭერით. ეს ჩვენ გაგვიბაზრეთ, ეს საიდუმლოა. ამის ბრალია. არ არის საიდუმლო. არ არის საიდუმლო. ეს არის
რატო არის აი? მე ვიცი მარტო და თქვენ გითხარით პირველს, რავი. არა, ვილაპარაკოთ, რატო არ ვაბაზრებთ? ვასწავლოთ ხლა, რაც უფრო ბევრ საინტერესო რაღაცას ვეტყვით საზოგადოებას, მით უკეთესი ყველასთვის. ხო, მოკლედ, მეგობრო, ჩვენ კი გასწავლით, მაგრამ თავარია ნიჭი ქონდეს. თუ ნიჭი არ აგაკი ხან აკაცავით, ხო. ხო. დაძარი მესამედან და გინდა მეშვიდედან, ვერ. ეგეც არის ნამდვილად. თავარი არის ნიჭი. მესამეში ხო არ გადაგვერთო? ჩაჯიბიტის კითხო და გზაში რა, ავდივარ სადღაც ვიჭედებით და ანუ არ ვარ დარწმუნებული, მე თვითონ რა უნდა ვქნათ და მაგიტომ, არა, დავიხვეწებით, ვაცადეთ, ვაცადეთ. ცოტა ხანში ნახავთ როგორ ივლიან ეს. რასა იქნება ანაკეთან ხარ დაიჭიროს, ანაკეთან ვაფშე აქეთან დაიჭიროს, რა უცნაური. სილოქრო მოგიგვარო, ნე. აი სხაურა მომ. ბიჭკრუჩების დაბორი ვინმე სა. ლაშა! ჯამაში. კრუჩების დაბორი ხო გაკ? ოლა. წამოიღე რა. ატეფი. ასხია რა მე. ეხა. ატეფი. აუ რა და მაქნას ატეფი გონი მესინავს. ბიჭო, სხაურა მოხსნათ რა, აი ქედან გაზდის, ხედავს აიდან გაზდის. ეგ შლანგი როგორ შეერთდება, ეგ დაადგინე ძმა. ახალი სპეციფიკური შლანგია თუ ხამუტით რამე რო გავიჩალიჭოთ, არ გამოვა? შლანგი არის ბიჭო მიჭეჭხილი იმაზე და მაგიტო გაზდის, თო? ანუ ესე ორი ჩასასმელი აქვს, იმ ჩასასმელს ჩასმული არ არის და მიჭეჭხილია იქ შლანგი და მაგიტო გაუშვა. ხო აბა, სისულელე არის. არ არის სწორად აწყობილი და მაგიტო გაუშვა. ლაშა! ის დიდი ნაბორი გაქვს? ოჰო, წამოიღე. მოდი. ვაითა ის მაქანა ქვეი ჩატეგეს გამოვში, წადა შე. უშ, გაიცე ბიჭო. ესენი შენ გამომართი. მოგაწვი. ეს გამოვიდა. ინა რა ხდება? იმედიაში თოკის მოხდა არ მოგვიწევ. აქ თუ შიტოკის ბიჭო ერთხელ მოხსნი დაყენებული ვარ. უსაჯო. ერთხელ კაი პირობებში ბატონო. კოდეს გარაში ყავას გვიდუღებდა თე. აი ცხრას ერთი რვას ნაწილი აქვს და ისლიან. თან გოცუდა ცოტა. ყველა რაფის ეჭიდებით რა. ატეფზე დავრეკავდი შლანგის ყველაფერს დაჩვენე. ისე რა კაი ადგილას გაფრთხილდა. აბა რა ხდება აგვიხსენი? ლაში შენ აგვიხსენი და მანქანა გაგვიფუჭდა. ერთი მანქანა. თავში გონდა მაცი ვარ მარტო. თავში გონდა მაცი ვარ მორფინე. ხო და წავიდნენ ბიჭები ახლა ზეთი უნდა ამოიტანონ. ჩვენ კიდე არაჩვეულებრივი ადგილი ვიპოვეთ აგერ ის ქვეშ. თანა მაგარი ხე არის. ძალიან კაი ხე. მაგას ვთვალიერებ ზუსტად ეს. რა გვინდა? ორი დიდი ის გვინდა. ხისნაჭერი? რომ იმათი. ხო, მაკალად რო გამოვიდა. დინა, შემთხვევით ხო არ გაქვს ის მობილური მაკალი მანქანა? როგორი? მობილური მაკალი რო გაქვს. აბა დაუძახე დაწესებია. ხო არ გაქვს. რაღაც მეკინები. დავი, ჩვენ შემთხვევით ასაწყობი მაკალი რო გაქვს, ეს ხო არ გაქვს მანქანაში? რა უქენი ამ ახალ დაგებულ თოვლს რა. გაჩვენებთ საველე პირობებში როგორ უნდა ჩავუციოთ კონიაკი. კონიაკი. არ გამოვიდა ხი. ანუ ვიღებთ კონიაკს. ვიჭერთ ხელში. ვიჭერთ ხელში.
ვაცი. კახურია. ალუბლის წენი. გაცივდებოდა კონიაკი, ხო? ეხა მეორე სერია უნდა გადავიდე. რა შვებით მე რო გავაცი. კარგად გაცი. ამოიღებ ჩაცებული. კონიაკი თბილისის მევა და რაღაცები არ მინდა. ამოიღებ ჩაცებულ კონიაკს. ამოიღებ ჩაცებულ კონიაკს. მე იპოვი გასახსნელს. ესე გახსნი. ასე. წინასწარ უნდა გქონდეთ ჩიქები მომზადებული. ჩიქები აქვს. ხო? ესე დაასხავ, ესა რაღაც გდია. დაასხავ. ასე. მიდი უთხარი, ჩემი დამზადებული საქმე ასე. ალო. ერთით პატიცემულო. აბა, აგვიმორჩოს, კარგად ვიყოთ. ჩვენ გზას გავა. მერჩოს. აგვიმორჩოს. როგორ ჩავრჩით? ეში? დავკოკა მანქანაზე ჩავტოვდი. ეს კაროჩო პარებია ხარ გომა არა იქიდან გაკეთე. აი ცოტა უნდა ჩავაწე იმაში, გაის. ცეხები გავხარ. გამომიწიეთ ცოტა. ცოტა რა, ვაფშე გადმოღუნდი რა. არა, კარგად. ხო. შენ რომელი გამიგონს? შენ რომელი გია? სიკვდილას აზრი არ აქვს ხისტია. გაწდება. ეგ რა არის? ესე ოპა, რეზინა. ბენზინა, ვარგია. საფეთქი. მეგობრებო, სამწუხაროდ ისეთი ვიდეო არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა, იმიტომ რომ ბევრი დაბრკოლება შეხვდა დღის მანძილზე. ზოგადად დაბრკოლებები ჩვენ ძალიან გვიყვარს და არ გვეშინია, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ნინას მანქანა გაუფუჭდა. ჩვენ ცალკე კი ნახეთ რა მოხდა, ნახეთ. იქ ზემოთ ხე დაგხვდა მე ზუკას და ირეკლის და მოკლედ ჩემი ახალი შტურმანი ირაკლი გპირდებათ ბევრად უკეთეს კონტენტს ძალიან მალე საერთოდ ძალიან აღტკინებულია და მომავალ შეხვედრამდე გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, იმიტომ რომ აუცილებელია ხალხო, თუ გვიყურებთ გამოგვიწერეთ რა პონტია, თუ არ გამოგვიწერთ არ გვიყუროთ რა, აი ეგრე. ნახვამდის და დიდი მადლობა გკოცნით.